სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება. ცესკოს მონაცემებით სამოქალაქო შეთანხმებამ ხმების 59.8% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის სამվել კარაპეტიანის ბლოკი ძლიერი სომხეთი 23.3%-ით. პარლამენტში ასევე შედიან ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი 9.9%-ით და პარტია აყვავებული სომხეთი 4%-ით. სომხეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ ფაშინიანის პარტია პარლამენტში მყარ უმრავლესობას მიიღებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ იმ პარტიების ხმები, რომლებმაც 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, პარლამენტში გასულ ძალებს შორის განაწილდება. რაც უფრო მეტი პროცენტი მიიღო კონკრეტულმა პარტიამ, მით უფრო დიდ წილს იღებს ამ გადანაწილებული ხმებიდან. წინასწარი მონაცემებით სამოქალაქო შეთანხმება სომხეთის 101 წევრიან პარლამენტში დაახლოებით 61 მანდატს მიიღებს. ფაშინიანმა გამარჯვება ჯერ კიდევ ღამით გამოაცხადა და დარწმუნებით თქვა, რომ სამოქალაქო შეთანხმება მთავრობას ერთპარტიულად დააკომპლექტებს. მადლობას ვუხდით ჩემს ყველა თანაპარტიელს. ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობდით და ის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება სომეხ ხალხს ეკუთვნის, განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანი მთელი მსოფლიოდან იღებს მილოცვებს არჩევნებში გამარჯვების გამო. ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ სომხეთის ევროპასთან დაახლოებას და ერთობლივ სამომავლო გეგმებს, რაც ფაშინიანის გამარჯვებამ კიდევ უფრო გაამყარა. სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მთელი მსოფლიო და მას მედია ხშირად უწოდებდა საბედისწეროს. ამ არჩევნებით დადასტურდა ფაშინიანის მიერ არჩეული კურსის უცვლელობა, დასავლეთთან ინტეგრაცია და რუსეთთან დისტანცირება.